იხდება აგრეგატების კანონები და საღამოს 6 საათზე დავიწყებთ. ასევე ხვალ არის ლიდერების ხვირა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ წილვაზე ვისაუბრებთ. რამდენად მნიშვნელოვანია მიუტევებლობა, იმიტომ თვითონ უფალი ამბობს სახარებაში, რომ თუ არ მიუტევებთ თქვენს მიმართ ადამიანებს ანალიზებდა რომ შესაძლებელი აქვს თქვენი ძეცილი მამა მოგიტევებს თქვენ. სწორედ ამით უნდა განვეცოთ, რომ ალბომის მართვა ეს არის მართვა სინამდვილისა. ადამიანში სინამდვილე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანს არის სინამდვილე ეს არის საფრთხე ნიჭი, ცოდვილი, კაცობრიობისათვის თვისგან მოცემული. მაგრამ სინამდვილე ეძლევა ადამიანს, რომელიც ცდილობს რომ არავინ განეკუთვნოს და ადამიანებს მიუძღავს თავისი შესაძლებლობა. მე უნდა გითხრათ, რომ მოკლედ და სხვა ვისაუბრებთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მაგრამ მოკლედ უნდა გითხრათ, რომ სინამდვილე ეს არის ამის მეშვეობით, სინამდვილის მეშვეობით ადამიანისთვის იჭენება დიდების გვირგვინი, იქსოვება და კეთდება და იჭედება გასაგები, რომელიც ზესური სასუფეველს აქვს. სხვა შემთხვევაში სხვა გზა სასუფეველისკენ მიმავალი არ არსებობს. თუ არ იქნა სინამდვილე, არ იქნა საკუთარ ცოდვებზე ზრუნვა და ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს მაგის სულისაწმინდისა, რა თქმა უნდა, იგი სასუფეველის გვირგვინი ვერ იქნება და მისი მიღება დარჩება. ვლავებოთ ესეთი რამ, ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ უსამართლოდ ვექცევიან და როგორ შეიძლება უსამართლო ადამიანს მიუტევო და როგორ არ შეიძლება რომ მასში არ გაბრაზდე. მაგრამ ერთი რამ არის, ვლავებოთ ჭედელი. ეხლა ვახსენებ რომ გასაგები როგორც სასუფეველს არის ჭედელი. და მასთან მქონდა ძალიან ძვირფასი სახლი, მაგრამ ეს სახლი იყო შაკეტილი და გასაგები არ ჰქონდეს. მას შეუძლია გასაგები გამოჭედოს. მის ხელთ არის ეს, მაგრამ მასალა არ აქვს. როგორ უნდა გამოჭედოს, რომ კარები გააყოს. ამიტომ ვიღაც მოდის და მასალას აძლევს. ჭედილის გასაგებს აკეთებს, სახსაღებს და შიგნით შედის. და დასულია და უსამართლოდ არის. ადამიანი, რომელიც ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებს და უსამართლოდ ვექცევას, სწორედ ეს მასალაა. რითაც ჩვენი დასაღების ზესური სასოფლების კარების გასაღების შეიძლება გამოჩნდეს. თუ მიუტევებთ, როგორია მიუტევებლობის გამო მარადიულ ეტაცხოვრებას გეუბნებით. და თუ არ მიუტევებთ, აქაც ლაჟები ხარ და მარადიულ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ბოლო სამსი ადამიანი გამზინებულია. ამიტომ მართლა ეს არის, რახე როდესაც ადამიანი მაღალ ფაზი არის, ის ცდილობს რომ ყველანაირი სიმძიმე მოიშოროს და თავისუფლად თავისუფლად სწორალამდე. ეს არის მწვერვალი. ეს არის აღდგომის დღესასწაულის გვამზადებს ეს მართვა და აღდგომის დღესასწაული ეს არის დღესასწაულის დღესასწაული. ანუ მწვერვალი არის ყოველივე სიკეთის აღდგომა. დამწერლობთ რომ მივახციეთ, რა თქმა უნდა დავშევით სასופველის მიღმა. მაგრამ რომ მივახციოთ თავისუფლება უნდა მოიპოვოთ და თავისუფლებას მოიპოვოთ თუ ჩვენ ვეცდებით რომ ადამიანის მთელი გულით ვამართლოთ მათი შეცდომა ჩვენთან დაშვებული. თუ ეს ვერ შევძლებთ, ვერც მას შევძლებთ რომ აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ ქრისტეს მოსაწონად წავხდებით და ეს დღესასწაული ჩვენთვის იქნება ნუგეში და სიხარულის მომსება. თუმცა ეს რომ იყოს, აუცილებელია სინამდვილე. და სინამდვილის ღირსეული სინამდვილე ხშირად ადამიანს არ აქვს. და თუ ის ცდილობს რომ მიუტევოს სხვას დანაშაული, ამას სინამდვილად უფლის უფალი. და აძლევს უდიდეს საბოლოოსა და თავის მართვის. და შემდეგ ეძლევა სინამდვილის კიდეც. აი ნამდვილი სინამდვილე მაშინ ეძლევა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანების უნდა კეთილად იყოს განწყობილი. თუ ეს არ იქნება, თუ სიკეთე არ იქნება ჩვენში, არც სინამდვილე არ იქნება. და შესაბამისად არც საფრთხე მადლი არ გამოვა ჩვენზე. ამიტომ ეს რომ მოხდეს, აუცილებელია ადამიანებს ერთმანეთს ვაპატიოთ შესწავლები. ამის გარეშე შეუძლებელი ადამიანმა შესწავლა არ დაუშვეს. ადამიანის შესწავლას უშვებს, ჩვენს უშვებს შესწავლას, ყველა უშვებს შესწავლას. ყველა საჭირო ინდოევროპას. აი როგორც შეგინო უფალი, აი ძალიან კარგად მოგვით ამბობს. როგორც გინდა რომ შენ მოგეცენ ადამიანები, ისე მოიქცე შენ მასაც. მეც არაფერს არ ვიტყვის. შენ ხო გინდა რომ ადამიანი შენ შეცდომას შენ წყარულად მოექცეს. გაპატიოს, არ განიხსენოს.
ასე უნდა იყოს ჩვენ ხის მიმართ. ისე უნდა ვაპატიოთ, რომ აღარ უნდა გავხსენოთ. ღმერთი რომ ჩვენ შეცდომებს ვიხსენებდეს, ვინ გადარჩება, ვერავინ გადარჩება. მაგრამ როგორ იძლევა ღმერთი პატიებას? აღარ